რომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არის მაგალითად 2032 წელი და ქვეყანა ცხოვრობს იმ გარემოში, იმ ვითარებაში, რასაც ეხლა ტევებიდი ქმნის რა. სინამდვილეში რომ ეგეთი რეალობა დგას. და ესეთი შეკითხვა. ავსტრალიაში კენგურუების ყოველწლიურ საახალწლო გასართობ შოუზე ლარი კინინა 2032 ბონჯოზე, ანუ სიმებიან საკრავზე. ხო, ვირტუოზული შესრულებით გამოიჩა დედა და შვილი კენგურუების დუეტი. განსაკუთრებული ოვაციები კენგურუს ფორმა ამას მეკითხები. კარგი ხარ ოთამაშკარი. ხო, განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა შვილის ბიჭუნა კენგურუს შესრულებამ. თუმცა პუბლიკას მხოლოდ აპლოდისმენტებით მოუწია თავისი აღფრთოვანების გამოხატვა, რადგან ბიჭს სახელი მამა კენგურუ თავის მშობლიურ ენაზე დაარქვა, რის გამოც აბორიგენი ავსტრალიელი კენგურუებისთვის ამ სახელის წარმოთქმა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და მხოლოდ ტაში შემოიფარგლა. სახელს ვერ ყვიროდნენ რა, მოკლედ, ამ ბიჭის. ყურადღება შეკითხვა. რა ერქვა ვირტუოზ ბიჭუნა კენგურუს? არ დაგვაუწყდეს რომ ეს არის წარმოსახვითი რეალობა, რომელიც ხო, კი, იმედი მნიშვნელოვანია რომ მივხვდი, ბაღაშვილები იქნებოდნენ ეგეთი. ანუ ფორმა იქნებოდა ბაღაშვილის ჩასული კენგურუს. რა, კენგურუს ბიჭუნას ფორმა ეცვა ჯემალ ბაღაშვილის ბიჭს. მართალია იმ ნაწილში რომ კენგურუს ფორმა ეცვა ჯემალ ბაღაშვილის ბიჭს, გია ბაღაშვილს. ტევ-იმედის მეგაშოუ ვინ არისში. ხო, კი, და ეგ სიურრეალისტური რეალობა სწორედ მაქედან წარმოდგება. თუმცა პასუხი არასწორია და ბიჭუნა კენგურუს არა, ბიჭუნა კენგურუს ერქვა ჯემალიკო ბაღაშვილი. რამე თუ მამა კენგურუ არის თვით გია ბაღაშვილი. ანუ კითხვის შინაარსი ამაში მგონი გავიგე